აი ამ წუთებში დასრულდა სწორედ შეხვედრა ბიზნესმენები ტოვებენ კვებახიძის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციას თუ შეიძლება კითხავთ რა საკითხები დააყენეთ უკვე არა თუ პირდაპირ ეთერში ვართ ორიოდე სიტყვით კი ბატონო გეტყვით საკითხები დააყენეთ პოზიცია ყველა მერწმუნეთ ყველა ის საკითხი რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის დღეს მნიშვნელოვანი იყო განხილული და ყველა ჩვენს კითხვაზე მივიღეთ ამომწურავი პასუხი პრემიერი შეგვპირდა რომ უმოკლეს ვადებში აუცილებლად გადაიდგმება ნაბიჯები რომ ეს ყველაფერი მორჩეს რაც ძალიან ვნებს ბიზნესს ახალ არჩევნებზე რა პასუხი მიიღოთ ეს ახალ არჩევნებზე არ ყოფილა საუბარი ჩვენ ვიცით რომ ბიზნესის ნაწილმა დააყენა ეს მოთხოვნა შიგნით გაჟღერდა მას არ გამოუხატავს პოზიცია ახალი არჩევნების ახალ არჩევნებთან დაკავშირებით არ ყოფილა და პირდაპირ გეტყვით რომ ძალიან დეტალურად გავიარეთ ყველა ის ნიუანსი რაც მართლა დღეს არის პრობლემა დააყენა კი ვისაუბრეთ მაგაზე და აბსოლუტურად ყველა ბიზნესმა გამოთქვა აი ბატონო გეტყვით პასუხი რა მიიღეთ რაიმე გარანტია რომ ეკონომიკა და ყველა ნახეთ ეხლა მე ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას პირდაპირ გეუბნებით გეკითხებით თქვენ კვებახიძე მე ვიცი როგორ მართო აეროპორტი მე პოლიტიკას არ ვაკეთებ ხახნო არა ვარ პოლიტიკოსი კითხავენ ხარ პირველ რიგში ნახეთ რა მინდა კითხოთ თქვენ მიიღეთ პასუხად კვებახიძისგან პატიმრობ რომ სასწრაფოდ გადაირგმება ნაბიჯები მთავრობის მხრიდან რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს ქვეყანაში და შევხვდეთ ნორმალურ ახალ წელს პატიმრების გათავისუფლებაზეც თქვა რომ ეს ყველაფერი ახალი არჩევნები გამატარეთ რა ძალიან დათო ახალ არჩევნებზე ისაუბრეთ არა არ ყოფილა რომ ახალ წლამდე გათავისუფლებიანო პატიმრები ესე თქვა პრემიერმა კი ბატონო მადლობა თქვენ უსმენდით აეროპორტის წარმომადგენელს ის აეროპორტის გაერთიანების წარმომადგენელს რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა კვებახიძესთან შეხვედრაზე და მან ჩვენთან საუბარში უკვე თქვა რომ ირაკლი კვებახიძისგან მიიღეს კონკრეტული გარანტიები მათ შორის პატიმრების გათავისუფლების საკითხზე როგორც ის გვეუბნება მიიღეს თანხმობა ბიზნესმენებმა რომ ახალ წლამდე მოხდება პატიმრების გათავისუფლება თუმცა მეორე მთავარი საკითხი ეს არის ახალი არჩევნები რომელსაც თავისუფალი ბიზნესი აყენებდა და შეხვედრაზე სწორედ ამ მოთხოვნით შევიდნენ ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ამაზე მიიღეს თუ არა კვებახიძისგან რაიმე პასუხი თუმცა როგორც შეხვედრიდან გამოსული ბიზნესმენები გვეუბნებიან კვებახიძე მათ უმტკიცებს რომ გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის რომ მდგომარეობა დამშვიდეს ჩვენი მთავარი კითხვა ამ დროის განმავლობაში არის როგორ ხედავენ კრიზისიდან გამოსავალს ჩვენ ვიცით ბიზნესის პოზიცია სად არის გამოსავალი თუმცა მნიშვნელოვანი იყო ბიზნესის მხრიდან ხმის ამოღების შემდეგ რა პოზიცია ექნებოდა კვებახიძეს 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ბიზნესმენების პოზიციები მთავრობის გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა რომელიც მოიცავს იმას რომ ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს იმ ტემპით როგორიც არის ეხლა და ვფიქრობ რომ ეს ტემპი რაც არის და ეს მონაცემები ყოველთვიური და კვარტალური არის ძალიან კარგი. ახალ არჩევნებზე თუ იყო საუბარი? კი 4 წლის მერე იქ. რა იყო მთავარი სათქმელი ირაკლი კვებახიძის და ზოგადად როგორ ისაუბრა? ხო, რა არის ამ კრიზისიდან გამოსავალი? რაზე ისაუბრათ ამდენი საათის განმავლობაში? აი მეგობრები მოდიან და გააკეთებენ რა მაგრამ თქვენ ხომ იყავით ამ შეხვედრაზე? ჩვენ ახლა უნდა მოვილაპარაკოთ და ვიმსჯელოთ ერთმანეთს. კრიზისიდან გამოსავალი იყო რაიმე რაზეც ისაუბრა დღეს? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. რა იყო? რა უთხარით პრემიერს რა მიიღეთ გამოსავალს რაში ხედავს ირაკლი კვებახიძე ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა ანუ კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ რომ მე არ ვარ პოლიტიკოსი თუმცა მივიღეთ ყველა ეკონომიკაზე ვისაუბრეთ ჩვენს და რა არის რაზე იყო დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი და იყო თუ არა კრიზისზე რომელიც შექმნილია რეალურად რა თქმა უნდა ამაზე იყო შეკრება რა არის გამოსავლის გზა რაზე ისაუბრა პრემიერმა ირაკლი კვებახიძე ბევრი საკითხი იყო განხილული მაგრამ
მხრიდან? პოზიციები მთავრობის მხრიდან არის იგივე, რასაც საჯაროდ აფიქსირებენ. რამე განსხვავება არ ყოფილა, უბრალოდ უფრო მეტი დეტალზე იყო საუბარი. თუ იყო საუბარი ახალ არჩევნებზე, თქვენი მხრიდან იყო თუ არა დაყენებული ეს მოთხოვნა და რა პასუხი იყო ბიზნესის ნაწილს დაყენებული აქვს ეს პოზიცია და რა თქმა უნდა იყო მაგაზეც საუბარი. პასუხები იყო, საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ყველას ახლა ნამდვილად ვერ გავიმეორებ, თუმცა ჩვენი დამოცანა იყო, რომ ჩვენ შეურისკვეთებას რაც ახლა გაგიჟღერეთ, რა თქმა უნდა, ბევრი ბიზნესმენი არ იზიარებდა, თუმცა იყვნენ არაერთი, ვინც გამოხატავდა ამ კრიტიკულ აზრებს, მათ შორის დაკავებულებზე, ასე მათ შორის არაპროპორციულ ძალაზე, მათ შორის როგორ ეთყობოდნენ პარტნიორებს, მოკლედ და ბევრი ალბათ რო აქვს ამ დათმობს გამოიწვია ინიციატივა, რომ გაგრძელდეს ეს შეხვედრები განსაკუთრებით იმ ჯგუფებთან, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ხალხისთვის თქვენ რა გაქვთ სათქმელი როგორც ბიზნესმენს 100,000-ობით ადამიანი დგას ქუჩაში. რა პასუხი გამოიტანეთ ირაკლი კობახიძისგან? იქნება თუ არა ახალი არჩევნები, სად არის გამოსავალი? არჩევნებზე საუბარი არის ზედმეტი, იმიტომ არჩევნებში გაიმარჯვა მართლმა პარტიამ. არანაირი გაყალბების ფაქტები არ არის წარმოდგენილი არსად. 4 საათიანი შეხვედრა დასრულებულია. ბიზნესმენებისგან ჩვენ რაც გავიგეთ ამ დროისთვის არის ის, რომ კვლავ ჩაინიშნება ამ ტიპის შეხვედრები და კობახიძეს მოუწევს კვლავ ბიზნესის პოზიციების მოსმენა. დღეს კობახიძესთან ერთ მაგიდასთან ისხდნენ ქართული ოცნების მომხრე ხარდამჭერი ბიზნესმენები, რომლებიც მათ შორის დამფინანსებლებიც არიან ქართული ოცნების და ასევე ეგრეთ წოდებული მეამბოხეები, ვინც აყენებს მოთხოვნებს იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ევროპისკენ სვლა და მოახერხოს ამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენთან ძირითადად საუბარი მათ ისურვეს, ვინც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიდის, ხოლო მეორე მხარეს იყვნენ ის ბიზნესმენები, ვინც რჩებიან ამ დრომდე დუმილის რეჟიმში. ამბობენ, რომ ქვეყანაში არ არის კრიზისი, არ არის საჭირო არჩევნები და ტრადიციულად ეს ბიზნესმენები გამოირჩეოდნენ ჩვენს მიმართ აგრესიით, როდესაც ვცდილობდით მათგან პასუხების მოსმენას, რა არის კრიზისიდან გამოსავალი.